სწორედ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე ისაუბრებენ ევროდეპუტატები საქართველოს შესახებ დებატებზე. ევროპარლამენტართა აზრით ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ოლიგარქის რეჟიმი არის ანტიდასტავლური, ანტიჰუმანური ძალა, რომელიც არჩევნების მიტაცების პარალელურად მზადად ძალაუფლება ნებისმიერი გზით და მეთოდებით შეინარჩუნოს. წინა სხვა დებატებიდან გამომდინარე მოლოდინია, რომ ტრიბუნას დაიკავებენ რეჟიმის მოკავშირე ევროდეპუტატებიც, მათ შორის პარტიიდან ალტერნატივა გერმანიისთვის. ეს ის პარტია, რომელიც ოლიგარქის ინტერესებს საეჭვოდ იცავს. არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს ორი ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლობას. და სწორედ ეს პოლიტიკოსები არიან საქართველოში პროპაგანდისტური მედია საშუალებების ვარსკვლავები. ნათია გოგსაძე განაგზობს საუბარს სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. დიახ, BBC-ს გამოძიება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება სწორედ დღეს ევროპარლამენტში, მით უმეტეს რომ ევროპის საკანონმდებლო ორგანო ასევე მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ხდება ზოგადად ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და ევროპარლამენტში დღეს არის ასევე ცალკე სესია ეთმობა და ცალკე განაკვეთი დაეთმობა თემას, რამდენად საშიშია ქიმიური იარაღის გამოყენება, რამდენად მნიშვნელოვანია რომ მისი აკრძალვის მონიტორინგი განახორციელონ დასავლურმა სახელმწიფოებმა. საქართველოს შესახებ კი საუბარი და დისკუსია რა თქმა უნდა შეეხება დემოკრატიის უფლოსვას და ავტორიტარიზმისკენ სვლას უკვე. ეს არის ერთგვარი რუტინული განხილვაც, იმიტომ რომ ევროპარლამენტი ვალდებულია რომ კანდიდატი ქვეყნის შესახებ ანგარიში მოისმინოს. მაგრამ იმ ფონზე რომ გაჩნდა ეს ახალი ინფორმაცია, BBC-ს გამოძიება, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ გაცილებით უფრო მეტი საფუძველი ექნებათ დღეს პოლიტიკოსებს იმაზე სამსჯელოზე, რაც შეიძლება მალე მოითხოვონ ევროკომისიისაგან და ევროკავშირის საბჭოსგან რომ დაწესდეს სანქციები. ამ ეტაპზე ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ ევროკომისია მიიღო გადაწყვეტილება გაამარტივოს სავიზო რეჟიმის შემოღება დიპლომატიური პასპორტებისა და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირების მიმართ. მაგრამ რაც შეეხება მათი ოჯახის წევრებს, აქ ოდნავ განსხვავებული ვითარება, აქ უკვე საჭიროა საბჭოს თანხმობა, იმ საბჭოსი, სადაც ვიქტორ ორბანს ჯერ კიდევ აქვს ხმის უფლება. ამიტომ აქედან გამომდინარე, ახლა მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაცია მოხდეს ის არა მხოლოდ საპარლამენტო დონეზე და ევროკომისიის დონეზე, არამედ საბჭოს დონეზეც და ვიცით რომ ორბანი როგორ იყენებს თავის ვეტოს უფლებას ყოველთვის რუსეთის და ბიზნა ივანიშვილის სასარგებლოდ. რაც შეეხება თავად ქიმიური იარაღის გამოძიებას, დეპუტატები ჩვენთან პირდაპირ ამბობენ, რომ თუ კი ქართულ ოცნებას არაფერს არ ეშინია, თუ კი ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი გააკეთოს წესების დაცვით, საკუთარი ხალხი არ გაუმეტებიათ ტოქსიკური და მომწომლავი ნივთიერებებისთვის, მაშინ ისინი არ უნდა შეეწინააღმდეგონ საერთაშორისო გამოძიებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეჭვები მათ მიმართ გაცილებით უფრო იზრდება. ეს ყველაფერი მიესადაგება რეპრესიების მოდელს, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნების რეჟიმი ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც სურს ევროპული მომავალი. ერთ წელზე მეტია, ქართველები დგანან ქუჩებში და აპროტესტებენ მიმართულებას, რომლითაც ისინი მოქმედ რეჟიმს მიყავს. რეპრესიების მოდელი, რომელიც მოიცავს ცემას პოლიციის მხრიდან სისასტიკეს, არასწორია. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში. ჯერჯერობით ევროკავშირს საკმარისი ზომები არ მიუღია. ჩვენ ერთი წელია ვცდილობთ სანქციების დაწესებას, მაგრამ ხედავთ, რომ ევროპული საბჭოს მხრიდან, რომელმაც სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შედეგი არ არის. ევროპარლამენტართა უმრავლესობა სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდის მმართველი კლასის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ხდება, ვინაიდან ევროპული საბჭო არ არის საკმარისად გაბედული ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამით ისინი ღალატობენ ქართველ ხალხს, რომლებსაც სურთ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და არ სურთ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც რუსული სტილის რეპრესიები ხორციელდება. როგორც უკვე გითხარით, დებატები ძალიან მალე უნდა დაიწყოს ევროპარლამენტში, ცოტა გადაიწია და დღის წესრიგი შეიცვალა იმის გამო, რომ ძალიან დაძაბული კვირა, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ევროპარლამენტში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აი ამ ტიპის დაძაბული და კრიტიკული კვირის განმავლობაში დაიგეგმა საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსია და გამოსვლები. ნახოთ, ვინ ჩაეწერება მართლაც და ქართული ოცნების მომხრე რეაქციონერი დეპუტატები იქნებიან თუ არა ამჯერადაც ივანიშვილის რეჟიმის ერთადერთი მხარდამჭერი ევროპარლამენტში. ხოლო რაც შეეხება ევროპარლამენტის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას, სახაროვის პრემიას და ამ პრიზის ლაურეატებს, მზია ამაღლობელს და ანდრეი პოჩობუც, დღესაც ევროპარლამენტში ეს მთავარი თემაა და ისევ სახაროვის პრიზის პრემიასთან დაკავშირებით ყველა ის მიმანიშნებელი სიმბოლო, რაც იყო გუშინ გამოყენებული სადემონსტრაციოდ, კვლავ ისევ ადგილზეა ამონათებული ადგილები, ის ბანერები, რომელიც მზიას და ანდრეი პოჩობუც ეხება. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ მზიას ირლანდიელ ადვოკატს, რომელიც
რომელიც ამალკუნის ჯგუფთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი იცავდა მზიას უფლებებს და ის გახავთ ასევე ადვოკატი, რომელიც იცავდა მარია რესას და მალტაში მოკლული ჟურნალისტის გამოძიების საქმესაც. დღეს ჩვენთან დეპუტატები იხსენებდნენ იმას, რომ რამდენად რთული იყო მზიასთვის ამ პრიზის გადაცემა, ვინაიდან ქართული ოცნების წარმომადგენლები და ქართული ოცნების ლობი ძალიან ცდილობდა ევროპარლამენტში, რომ მხოლოდ ანდრეი პოჩობუტიჩის ყოფილიყო ეს პრიზი, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქართული ხალხის ნება გაითვალისწინოს და მართლაც მე 2 დღეა აქ ვესწრები სახაროვის სემინარს, სადაც ჟურნალისტები ვიყავთ მონაწილეობას და მზიას განსაკუთრებულად მოიხსენიებენ მისი ბრძოლას და მის კომპრომისო და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რომ აჩვენოს რეჟიმის სახე ყველას. I'm deeply concerned by Zia's case. შეშფოთებული ვარ მზიას საქმით, რომელიც წარმოადგენს საქართველოს და ზოგადად იმით, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის. ხელმძღვანელობ საერთაშორისო იურისტთა გუნდს და მუშაობ ჩემს კოლეგასთან, ამალ კლუნისთან ერთად. ჩვენ ერთად მუშაობდით მარია რესასთვის, რომელიც რა თქმა უნდა იყო ინსპირაციის წყარო მზიასთვის, ისევე როგორც მზია იყო ინსპირაციის წყარო მარიასთვის. ნამდვილად დიდი პატივი იყო ჩემთვის ამ ორი ქალისთვის მუშაობა. დიახ, ეს არის განცხადება, რომელსაც აკეთებს მზიას ირლანდიელი ადვოკატი და რაღაც თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის ამბობს, რომ მას აქვს გამოცდილება, რომ ვისაც იცავდნენ საბოლოო ჯამში მათთვის დადგა პოზიტიური განაჩენი, მათ დატოვეს საპრობილეები. რაც შეეხება მზიას თემას, ეს რაღაც თქმა უნდა დღესაც აქტუალური იქნება დღევანდელ დებატებზე, მაგრამ რაღაც თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი იქნება ეს ქიმიური იარაღის გამოყენება, თუმცა ევროპარლამენტარები დღეს აცხადებენ, რომ არანაკლებ საშიში და არანაკლებ დამაზიანებელი საქართველოს მომავლისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ის ტოქსიკური იარაღი, რომელსაც უნიკალურად ფლობს სამწუხაროდ რუსეთი, მისი გამოგონებაა დეზინფორმაცია და ყველა ამ გამოვლინებასთან ერთად რეჟიმის რეპრესიული მანქანის აუცილებლად ევროპარლამენტი უნდა ებრძოლოს რუს დეზინფორმაციას, ისე როგორც საქართველოს წინააღმდეგ, არამედ თავად ევროპის წინააღმდეგ, ვინაიდან დღეს ახლა ევროპას უწევს ბრძოლა საკუთარი თავის გადასარჩენად, დასაცავად და მნიშვნელოვანი თემა დღეს ასევე არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უსაფრთხოების დოქტრინა და აქედან გამოწვეული ახალი გამოწვევები ევროპისთვის, ევროპის თავდაცვა, ევროპის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე.